პაბლო პიკასო და მისი ფსიქოემოციური გარჩევა. ცოტა ბოდის გიხდით, ყელი მტკივა და უცნაური ხმა მაქვს, მაგრამ სათქმელი დამიგროვდა და როგორი ხმაც მაქვს, იმ ხმით ვისაუბრებ. ასევე პიკასოს სპეციალისტებს და მკვლევარებს მინდა წინასწარ უთხრა, თუ ვინმე მოისმენს ესეთი ამ ვიდეოს, რომ მე არც მკვლევარი ვარ მისი, არც სპეციალისტი ვარ და ჩემი ცოდნა პიკასოს მიმართ შემოიფარგლება უბრალო იმ ადამიანის ცოდნით, რომელსაც უყვარს ხელოვნება. არც ჩემი ფავორიტი მხატვარი პიკასო არ არის, არანაირად, თუმცა როგორც ფსიქოთერაპევტს და ფსიქოლოგიით დაინტერესებულ ადამიანს, უკვე წლებია, რაც ფსიქოლოგია მაინტერესებს. ასევე ძალიან თვალშესაცემი იყო რაღაც ფენომენები, რომელსაც პიკასოს ბიოგრაფიაში და ხელოვნებაში ერთდროულად ვხედავ და მინდა გაგიზიაროთ. ერთი რამ, რაც ალბათ ცნობილია პიკასოს, არის, რომ ის იყო მოძალადე კაცი. ყველა მიცის დღეს უკვე გავრცელებული ინფორმაცია, რომ პიკასო იყო მოძალადე კაცი. მას ყავდა, არ ვიცი, ცოლები, საყვარლები, შვილები და ყველას მიმართ იქცეოდა ძალიან ძალადობრივად. და საერთოდაც ქალებთან ურთიერთობა იყო მისი შთაგონება, რომ დაეხატა. მაგრამ ეს ურთიერთობა მოიცავდა ფიზიკურ, მენტალურ და ემოციურ ძალადობას მათ მიმართ. სანამ ახლა ლაივს ჩავთავდი, მე ჩემი ჰიპოთეზები მქონდა და წარმოდგენები, რომლებიც მინდა გითხრათ და გაგაფრთხილოთ, რომ ცოტა ისეთია, როგორ გითხრათ, მოკეთ ველი, რომ კრიტიკას შეიძლება დავიმსახურო ამისგან, მაგრამ მინდა რომ ეს პერსპექტივაც გავაჟღერო, რაც გამიჩნდა. მაგრამ იქამდე კლასიკურ პერსპექტივებს გეტყვით, რაც კლასიკური ფსიქოლოგიიდან შეიძლებოდა მეთქვა. მაგალითად, ცნობილია, რომ პიკასო, თქვათ, თავის რომელიმე შეყვარებულს ან ცოლს ან ვინც გნებავთ ქალს, წაიყვანდა ხოლმე თავის სახელოსნოში, იქ ფსიქოემოციურად ეძალადებოდა, ცემდა ფიზიკურად და შემდეგ ხატავდა. და შედევრებს ხატავდა რა, ეს უდაოა. ის ხატავდა შედევრებს, რომელიც მსოფლიოში აღიარებულია. და კითხვა ისმის, რომ ხო, შედევრებშიც ანალიტიკა რაც წერია, რომ ხან ნივთებს გვანან ეს ქალები, ხან დაშლილები არიან, ხან მონსტრებს გვანან, მათი სხეული ასიმეტრიებში ასულ, ტირიან ნახატებზე ქალები, ცრემლები მოსდით და ასე შემდეგ. ასე ვთქვათ, ფსიქოემოციურ და ფიზიკურ ძალადობას რო განახორციელებდა, ეს რა თქმა უნდა, მერე ნახატებშიც აისახებოდა. მაგრამ ნახატები აშკარად შედევრებია და გენიალურია და ისმის კითხვა, რომ რა ხდება აქ. ხო ისმის არა? ეხლა ბიოგრაფიას რო ვუყურებთ, არის ორი ძალიან მნიშვნელოვანი ხაზი, დედის და მამის და ასევე არის მესამე ხაზი, რომ მას პიკასოს ყავდა და, რომელიც გარდაიცვალა. პირველი ხაზი, დედის ხაზი არის, რომ ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ და დედამისი მუდმივად ეუბნებოდა, რომ ის იყო უნიჭიერესი, გულწრფელად ეუბნებოდა ამას და უყვარდა ძალიან, სამივე შვილთან ჰქონდა კაი ურთიერთობა, პიკასოს ორი და ყავდა და ასე ვთქვათ, კარგი დედა იყო რა ძალიან. და მეორე მხარეს არის მამა, რომელიც არ ვიცი, ხა შეფასებებს არ დავიწყებ, მაგრამ საინტერესო ტიპაჟია იმით, რომ პატარა ბავშვი პიკასო დაყავდა ხოლმე ტორეადორების იმაზე. რა ქვია, შეჯიბრზე, სადაც ხარებთან ჩხუბს აყურებინებდა და არ ვიცი თუ გინახავთ, მაგრამ ძალიან საშინელი სანახავია. ხარს აწამებენ ადამიანები, ის ხარიც ხანდახან თავს ესხმის, ურჭობენ რაღაცებს ზურგში. მე ბავშვობაში ერთხელ მაქვს ნანახი, მხოლოდ ტელევიზორში იყო და ჩარჩენილი მაქვს კადრი. ერთადერთხელ მაქვს ნანახი, რა თქმა უნდა, ნებაყოფლობით და ჩემინებით არც მინდა რომ მაგას უყურო, ძალიან ვერიდები, მით უმეტეს ცხოველის წამება ჩემთვის წარმოუდგენლად მძიმე საყურებელია და ეს ტორეადორების ის ხო არის ესპანეთში და აღსანიშნავია, რომ პიკასომ 8 წლის ასაკში დახატა ხარების ბრძოლა. იმდენად ბევრჯერ ქონდა უკვე ნანახი, რომ 8 წლისამ ეს დახატა. თან კარგად დახატა. ეს მეორე ხაზი არის, რომელიც კლასიკურია. ძალიან ისე კლასიკური ფსიქოლოგიიდან არის, სად ჩავიდა ამ ბავშვის და ამ კაცის ფსიქიკაში ძალადობა, ცხადია, ხო? მანდ ჩავიდა. მესამე ხაზი არის, რომ 13 წლის როცა იყო, მისი უსაყვარლესი და გარდაიცვალა და
თავის ერთ-ერთ ცოლს გაუზიარა, რომ მაგ დროს ლოცულობდა, რომ ოღონდ გადარჩეს და მე აღარ დავხატავო. ანუ ჩანს, რომ ძალიან უყვარდა ეს და. იმიტომ რომ ხატვით ეხა პიკასო აღწერილია, რომ სკოლაში რომ დადიოდა, ქაღალდები დაქონდა, ჭრიდა, ხატავდა, ტრედს ხატავდა, იქ რაღაცას, ანუ გამუდმებით ხატვაში იყო. ბავშვობიდან იყო ხატვით მოცული. და აი ამაზე ამბობდა უარს, ოღონდ მისი და გადარჩენილიყო. წარმოიდგინეთ, რამხელა სიყვარულია, ხო? და სამწუხაროდ გარდაიცვალა ის და თან პატარა იყო 7 წლის. ნუ რა თქმა უნდა ეს მატრავმირებელ გამოცდილებად არის შესული მის ბიოგრაფიაში. ნუ 13 წლის იყო და რა თქმა უნდა დიდი ტრავმა მიიღო ამისგან, რომ მისი უმცროსი საყვარელი და გარდაიცვალა. ავად გახდა და გარდაიცვალა. ნუ ეს კლასიკური ხედვები არის და კლასიკური შეხედვა. ეხლა მინდა გითხრათ გუშინ რა გაცნობიერება მქონდა მე, როდესაც პიკასოზე ვფიქრობდი. და რა ჰიპოთეზა გამიჩნდა. აღსანიშნავია, რომ ადამიანები ძალიან ხშირად ერთმანეთთან კონტაქტში შევდივართ დაცვის მექანიზმებით. ეხლა პიკასოსთან რა ჩანს ნახეთ, როცა ნიჭიერია ადამიანი, ენერგია არის მაღალი. ანუ შესაძლოა ტორეადორების შოუ ბრჭყალებში სხვებმაც ნახეს მის ასაკში, მაგრამ ენერგია ასეთი მაღალი არ ყოფილა. ძალადობა იქაც ჩავიდოდა, მაგრამ ნიჭი ფაქტიურად არის ლიბიდო, რომელიც მაღალია რა. და მრავალმომცველი. და აქედან გამომდინარე, პიკასოს ნიჭი რომ მაღალი იყო, უფრო მძლავრად გამოვლინდა ის ძალადობა, რაც ნახა თორე. რა ვიცი, ხა მაგ საუკუნეში ესპანეთში არ ვიცი რა ხდებოდა, მაგრამ საქართველოს ჩვეულებრივი ამბავი იყო და ყველა საწყალი კაცი უტყაპუნებდა თავის ცოლს და ეს ეგონათ ჩვეულებრივი მოვლენა, ხო? ბოდიში ვიხდი თუ ვინმე სხვანაირად ფიქრობს ან რა ვიცი, სხვა გამოცდილებით არის მიხარია რომ სხვანაირი კაცებიც იყვნენ, მაგრამ ნუ ძირითადი ნაწილი ვიცით, ხო? აი ბებია ჩემი მაგალითად იხსენებდა რომ მისი ძიძა მისმა ქმარმა მოკლა, ნაჯახი ჩაარტყა და მოკლა. მე პატარა რო ვიყავი კახეთში, ჩემმა მეზობლებმა იჩხუბეს, კივილი იყო საშინელი და რო გავიქეცით, ცოლი იჯდა და თავიდან თქრიალით სისხლი მოსდიოდა და ეს კაცი გაქცეული იყო. ხა ესენი ყველანი პიკასოები არ არიან, რა თქმა უნდა და ამიტომ არ ვიცით მათი სახელები. თუმცა ეს მასობრივი თემა იყო რა. პიკასოს შემთხვევაში ყვირის, იმიტომ მაღალი ენერგია, ძალიან ნიჭიერია. და ეხლა რა ხდება? რა ჰიპოთეზა გამიჩნდა გუშინ, როცა ამ ყველაფერს ვაკვირდებოდი, იცი? დაცვის მექანიზმი რა არის რეალურად ბავშვობაში ვისწავლეთ, დაგვემალა საკუთარი თავი და თავი დაგვეცვა კონტაქტისგან, იმიტომ რომ კონტაქტმა მოგვანიჭა ტკივილები. ეს უბრალოდ ადამიანური რეალობაა. მე კონტაქტში შევედი, მინდოდა რაღაც, იქიდან უარი შემხვდა, ან საერთოდაც წიხლი შემხვდა, მეტკინა და გადავწყვიტე, რომ კონტაქტში აღარ შევიდე. აი ძალიან მარტივად რო გითხრათ რა, ეს არის. ან კონტაქტში შევედი, გული მეტკინა, გულის ტკენა სხვათა შორის ისევ კონტაქტის ფაზა არის ერთ-ერთი უარის შემთხვევაში და მე სანამ ტირი ვარ, გარედან დამცინეს ნახე და მე ხა მივხვდი, რომ მე რო გული მეტკინება და ვიტირებ, ეს არ უნდა ვაჩვენო, თორე დამცინებენ. და აქაც დავკეტე ის და მე რეიწყება ხოლმე თამაშობანა ესეთი ადამიანის, რომელიც შთაგონებულია დაცვის მექანიზმებით, რომ ჩამარტყეს, მაგრამ არ მეტკინა და გაიცინებს. ან მაგალითად კონტაქტზე უარი მითხრეს, არც მინდოდა კონტაქტი. რა მინდოდა კონტაქტი? არაფერშიც არ მინდოდა და ისევ რა. და ესე არაგულწრფელად ადამიანი, ძალიან დამაჯერებლათაც ზოგჯერ, აი ესე ქვას ააგდებს, თავს შეუშვერს და იმის ნაცვლად რომ აღიაროს, რომ შეეშინდა, აღიაროს, რომ შერცხვა, აღიაროს, რომ ვერ იხსნება, აღიაროს, რომ გული ეტკინა, აღიაროს, რომ ეტირება, აღიარება სიტყვა საერთოდ ზედმეტია აქ, ხო? ეს ხო ცხოვრებისეული გამოცდილებებია აქ. მაგრამ ნახე აღიარება წინ რატოს ის, იმიტომ რომ ჩვენ გვიჭირს უსუსურების განცდასთან დარჩენა ადამიანებს, აი ბავშვური გამოცდილებიდან გამომდინარე, ხო? და მერე დაიწყება ხოლმე სხვადასხვა თავდაცვის მექანიზმების ჯლიგინი. და მაღალი დოზით თუ წავიდა და ძალიან აიწია, მერე ზოგი რელიგიურად ურტყავს კედელს თავს და ამბობს, რომ აი სიკვდილის მერე ვიცხოვრებ. ანუ პირდაპირ მეუბნება, რომ სიცოცხლეზე უარი ვთქვი. ახლა ვთქვი უარი, იმიტომ რომ მეტკინება რა, თავდაცვის მექანიზმში ვარ. აი მე რომ მოვკვდები, მე იქნება რაღაც. აი ესეთ ბულშიტს მატენის. ან ადამიანი მეუბნება, რომ მე რა რომ ჩემი სხეული ერთს ამბობს, ჩემი სხეული არა ვარ მე, ეს რაღაცა სისულელია ჩემი სხეული, რასაც გამოხატავს. მე ვიცი როგორც არის და რანაირადაც არის. ნახე როგორ გათიშულია სხეულისგან რა. ანუ სხეული პირობითად დაღლილია და აწერია რომ დაღლილი ვარ და ადამიანი გეუბნება, არა ვარ დაღლილი. მე არა ვარ დაღლილი. გაიგე? ანუ
მე როგორც თერაპევტს ახლა ეთიკის საზღვართან დავდივარ, მინდა გითხრათ, იმიტომ მე ამ ყველაფერზე ემპათიაც მაქვს. დამერწმუნეთ რომ მაქვს, მეც ვარ მანდ ხოლმე, მეც ყოფილ ვარ მანდ, ადამიანიც მინახია მანდ და ყველა ადამიანი, ვინც ესე დაცვის მექანიზმში იკეტება, მე მესმის რომ მას ტკივა. გასართობად კი არ არის დაცვის მექანიზმში, ამიტომ კი არ არის რომ მე ნერვები მომიშალოს ამ პეტრეს, ამ პავლეს, თუმცა მეშლება ხოლმე ნერვები მაინც. დაცვის მექანიზმს ეს ახასიათებს. რომ ვისაც დაცვის მექანიზმით ეკონტაქტები, მაგრაუშვი ნერვებს რა. მაგრამ თან მესმის, ანუ კარგი გამოცდილებებისგან და კარგი ცხოვრებისგან არავინ წასულა მანდ. კარგი ცხოვრებისგან არავის უარ უყვია თავისი სხეული. კარგი გამოცდილებისგან არავის არ ჩაუკეტია მისი გრძნობები და დაუმალია და ასე შემდეგ. ყველას რაღაცა პრობლემები შეხვდა ადრეულ ასაკში, ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები. არ არსებობს პრინციპში დედამიწაზე ადამიანი, ეს ახლა ფროიდის სიტყვებია, ვინც რაღაცა მძიმე წნეხი არ გამოიარა, რომ თავი არ დაეცვა. ყველას დაგჭირდა თავის დაცვა. ამ მხრივ ერთ ბედქვეშა ვართ რა, ხო და არც პიკასოა გამონაკლისი, რა თქმა უნდა და ეხლა რა ხდება? ხელოვნება საერთოდ როცა იბადება, თქვენ წარმოიდგინეთ ავთენტური მედან. დაცვის მექანიზმებიდან არ იბადება. დაცვის მექანიზმი აფარებულ ადამიანს არ შეუძლია რომ ღირებული ხელოვნება შექმნას, ეგ ძალიან ძნელია. ფაქტიურად შეუძლებელია. იმიტომ რომ დაცვის მექანიზმი მე სიმამაცის ნაცვლად მიცავს ნახე და ხელოვნებას სიმამაცე თან გასდევს. იმდენად გასდევს სიმამაცე, გამბედაობა და რისკი, რომ ხრეტდნენ ხოლმე ხელოვან ხალხს, დაიჭერდნენ, დახრეტდნენ, ხოცავდნენ, აწამებდნენ, ეს რა თქვაო, ეს რა დაწერაო, ნახე. საქართველოშიც ახლა ხო ვიცით, მაგალითად ევგენი მიქელაძეს რეები დაემართა და ბევრ სხვა ხელოვანს, რომელიც მართლა ხელოვნებას ემსახურებოდა. ადამიანები, რომლებიც რაღაცას წერენ, ან პოეზიას, თქვათ, პოეტები არიან, ან ხატავენ, თუ რაც გნებავთ, ნებისმიერ სფეროში, ხო? რაღაცა დიდი განაცხადი, რაღაცა რისკი, გაშიშვლება. ნახეთ ახლა Facebook-ზე არის რაღაცა ისინი, რა ქვია, საიტები შეხვალ და იყიდება რაღაც ნახატები რა, იქ ყვავილები ხატია, პეპლები ხატია, არ ვიცი, პეიზაჟები ხატია, ნუდებიც ხატია ხოლმე რაღაც ქალის სხეული ან კაცის სხეული და ყველგან ძირითადად მდარე ხელოვნება როგორც გამოიყურება, ნაცადია რომ იყოს ლამაზი, ნაცადია რომ იყოს კარგი. ნაცადია რომ იქ რაღაც იდეალური ქალის სხეული იყოს დახატული ან საუკეთესო პეიზაჟი იყოს დახატული და ნაცადია რომ ყველა ყვავილი იყოს რაღაცა ძალიან ლამაზი და ასე შემდეგ და აქ ხო უკვე ჩანს რომ გაშიშვლებასთან საერთოდ შორს არის. აქ არის თემა რომ ადამიანი დაცვის მექანიზმიდან რომ თუ არ იცით და არ გესმით რა არის მე მოგიწოდებთ რომ ფსიქოშემეცნებით კურსზე იქნებ ჩაეწეროთ იმიტომ რომ 21 საუკუნის ადამიანს ალბათ ღირს რომ ესმოდეს ადამიანის ფუნდამენტური ბუნება ფსიქოლოგიური როგორ უნდა იცხოვრო ისე არ მესმის თუმცა ეს ჩემი რწმენაა შეიძლება საერთოდ პირიქით არის ყველაფერი არ ვიცი ხო და დამიჭირეს ხელი მომჭრეს რატომ კარგი აგიგია კი ბატონო მარიამ ეგ თემაც არის აქ და ეხლა ნახე, ეს რო შეხვალთ იმ საიტებზე და ნახავთ, ლამაზი ყვავილებია, განაუშნოა. ძალიან ლამაზი ქალები ხატია. იქ რაღაცა პეიზაჟებიც ლამაზები ხატია, მაგრამ არაფერი იქ არ არის, ენერგია არ არის. იმიტომ რომ დაცვის მექანიზმი ამბობს, უნდა იყოს ლამაზი, უნდა იყოს კარგი, უნდა იყოს ასეთი, უნდა იყოს ისეთი და ეს ხალხიც მისდევს ამას და ამას ქვია ხელობა, ხელოსნობა. ხელოვნება ამას არ ქვია. ხელოვნება როდის იბადება, ხო? როდესაც დაცვის მექანიზმის ჩამოხსნას გაბედავს ხელოვანი, გნებავს მხატვარი იმ ხალხზე მაქვს საუბარი, ვინც რამეს ქმნის, თორე აი ორკესტრიროზის და ან დირიჟორობს, ან როგორ გითხრა, პირობითად მოხატვის იმაზე მუშაობს. იქაც არის ძალიან ფილიგრანული და დახვეწილი ხელოვანი და არის ხელოსანი. თუმცა აი უფრო მეტად იმ ხალხზე მაქვს საუბარი, ვინც ახალს ქმნიან, რა, აი კომპოზიტორი, მხატვარი, როგორ გითხრა, არქიტექტორი, რომელიც აი არ ვიცი, ქმნის რაღაც ახალ არქიტექტურას და ასე შემდეგ. რა, აი ამ ხალხზე, ვინც აი ნოლიდან რაღაცას ბადებს. უფრო ამაზე მაქვს საუბარი, ხო? და ამისათვის რომ რაღაც დაიბადოს, ნახე, ანალოგია რომ მოგიყვანოთ. იმისთვის რომ ბავშვი ჩაისახოს, ადამიანები შიშულდებიან და შიშველ კონტაქტში, ცხოველურ ბრჭყალებში, როგორ არქმევს, ნახე, ჩვენი ცნობიერება, ცხოველურ კონტაქტში ახალი სიცოცხლე იბადება და ხელოვნების ზეიმია ეს. ამიტომაც არის აი მონეს, რომელიც რომელ საუკუნეშია და საერთოდ როგორი ნახატები აქვს, ხო, ესთეტიკის ზეიმია და თუ არ ვწდები მონეს, ან თუ მეშლება მანეს, აი უფრო მონეს აქვს დახატული ქალის სასქესო ორგანო ცალკე, მისი პორტრეტივით.
ნახე და ეხა ბოდლერი მაგალითად ცნობილია რომ ბოდლერი ერთხელ დაინტერესდა მეძავქალს რა რეაქცია ექნებოდა ლურში შესვლის დროს და წაიყვანა ეს მეძავი ლურში შეიყვანა და იმან იქ რომ დაინახა ტიტველი ქალების პორტრეტები ესე აკეთებდა ვაიმე სირცხვილო ვაიმე ნახე დაცვის მექანიზმი მაღალი ხო და ეს დაცვის მექანიზმები მოკლედ როგორც ურთიერთობაში უშლის ადამიანს ნერვებს და ხელს ისე ხელოვნებას უშლის ხელს არ დაიბადება ნახატი არ დაიბადება მუსიკა ახალი. იქნება ან ძველი სტრიალი და კოპირება, ან რაღაც ლამაზზე გამოგიდება და ბრტყელია ეს. სილამაზე არის ბრტყელი. ახლა პიკასოს რო შეხედავთ ლამაზია? ან ფიროსმანი ლამაზია? ეს ამ სიტყვაში ჯდება? იმ კლასიკური გაგებით თორე ულამაზესია. ისევე როგორც, არ ვიცი, ტალახიანი რაღაცა ჭაობიც ლამაზია, ხო? ეგ ფაქტია. უბრალოდ ნახატს ახლა ტალახიანი ჭაობის ნახატს ძნელად იპოვი და აი ლამაზი ამწვანებული მთები ყრია იმდენია. ხო და ახლა მე რა ჰიპოთეზა უცებ აღვიქვი და დავინახე, იცი რომ საერთოდ ფსიქოთერაპიის დროს და ფსიქოლოგიური ჩარევის დროს თერაპევტიც და ფსიქოლოგიც და ვინც გნებავთ რა ცდილობს რომ ადამიანმა დაცვის მექანიზმი აღარ დაჭირდეს მოკლედ. ისეთი გარემო იყოს, რომ ჩამოიხსნას ეს დაცვის მექანიზმი და თუ ჩამოიხსნა, თვითონ აკეთებს მე ყველაფერს. არ ჭირდება არც რჩევა, არც ჩარევა, არც მითითება, არც რაღაც დირექტივების მიცემა, არც დანიშნულების გამოწერა, არაფერი არ ჭირდება. მისივე წინაღობა არის, მისივე დაცვის მექანიზმი და თუ გარემო დაცული იქნება, საკმარისად დაცული, როგორც წესი ხდება ხოლმე ეს, როჯერსმა მიაგნო ამას, ის ჩამოიხსნის დაცვას. ეს არის ეთიკური მიდგომა დაცვის მექანიზმის მოხსნის, მაგრამ არსებობს არაეთიკური მიდგომა, რომელიც არის ბნელი ფსიქოლოგია ეგრეთ წოდებული. და აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის პირადად ამის გაკეთება, თუმცა როდესაც აი გუშინ უცებ პიკასოზე გამეფიქრა, უცებ დავინახე რა ხდებოდა იქ. და ეხლა რა ხდება გეტყვით, დაცვის მექანიზმი არ არის უძლეველი. ძალიან ძლიერია ხოლმე ზოგჯერ, მაგრამ უძლეველი არ არის. და მეორე გზა რომ ადამიანს დაცვის მექანიზმი ჩამოხსნა, არის რომ მაგრა ურტყა. აი მათრახით, წიხლით და იმით რომ შედგები, ხო? და თავიდან რო იცინის, არ მტკივა, ესე რო აკეთებს, რაღაც მომენტში მაგრა რო გადაული, ხო? ჩამოიხსნის მაინც. ვერ გაუძლებს რა. და მე ხედავ მის ნამდვილ მეს ისევ. და მე როგორც აღვიქვი სამწუხაროდ, იმიტომ რომ ეს არ არის კაი გზა. და თან ესეთი ნამდვილი მე, რომელსაც ამ გზით მიაღწევ და ხედავ, არ არის ის, ვინც განვითარდა და გაიშალა და გამოფხიზლდა. თუმცა ზოგჯერ ესეთი მატრაუმირებელი გამოცდილება ზოგჯერ ცხოვრებისეულად, ხო, შეიძლება მოხდეს გამოფხიზლების დასაწყისი გახდეს. ეგეც მომხდარა. ნუ რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მძიმე დარღვევა ეთიკის და ადამიანურობის და ჰუმანურობისგან დაცლილი. თუმცა სადღაც უცებ აღვიქვი გუშინ, რომ ეს პიკასო ამ ქალებს თუ ვინც გნებავთ, ვინც ყავდა ცოლები თუ საყვარლები, რატო ურტყავდა და რატო ხატავდა მერე, იცი? მას უნდოდა რომ დაეხატა ნამდვილი და არა დაცვის მექანიზმის უკან დამალული მე. ძალიან ცუდი მეთოდით აღწევდა ამას, მაგრამ ნუ ჰიპოთეტურად, ეხლა მე რა ვიცი მის თავში რა ხდებოდა, მაგრამ ესეთი ჰიპოთეზა გამიჩნდა. იმიტომ რომ კი, თუ ადამიანს ძალიან შედგები სადისტურად და წიხლს ჩაარტყავ, ვეღარ გაუძლებს მისი დაცვის მექანიზმი და დაეცემა ძირს ეს დაცვის მექანიზმი და იმ ულამაზეს მეს დაინახავ, რომელიც მას მართლა აქვს. უბრალოდ ეს არ არის ის გზა, რითიც ჰუმანურად, ადამიანურად და ეთიკურად უნდა გავაკეთოთ ეს. არაფრით არ შეიძლება ამის გაკეთება. მაგრამ ვინაიდან ახლა პიკასოს ცხოვრება უკვე აღწერე და გამოვაჩინე, რომ ბავშვობაში საკმაოდ მატრაუმირებელია, როცა პატარა ბავშვი უყურებს ხარების წამებას, სადიზმი უკვე ჩასულია, ნასწავლია. მერე გამოცდილება რომ დაგარდა იცვალა. ესეც ბექგრაუნდი გასაგებია. მე არანაირად მას არ ვამართლებ. მე ვცდილობ მიზეზშედეგობრიობა ახსნა. თორე ადამიანია, ესეთი მარტო მიზეზშედეგობრივი რო იყოს, მაშინ უბრალოდ უნდა ვიყოთ, არც ციხე უნდა იყოს, არც პასუხისგებლობა უნდა იყოს, არც კანონი. იმიტომ რომ რაც ვართ ეგავართ რა და მაშინ ჩავიქნიოთ ხელი და ეგრე არ არის. გასაგებია შენ შეიძლება რაღაცა გამოიარე, ასე გამოიარე, ისე გამოიარე, თუმცა პასუხისგებლობის ნაწილი სულ მინიმუმ 50% რომ აირჩიე ინერციაში ცხოვრება, ნაცვლად იმისა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, იცით, რამდენი ადამიანია განსაკუთრებით თერაპიაზე,
ვინც ძალიან ძიმე ბავშვობა გამოიარა და მერე ძალიან მამაცურად გადაწყვიტა, რომ ამ ბავშვობას არ დაემახინჯებინა მისი ცხოვრება და სხვა ადამიანების ცხოვრება ირგვლივ. უბრალოდ მათზე წიგნები არ იწერება. თან კონფიდენციალურია ეს ინფორმაცია, თორე აღმაფრთოვანებელია ხოლმე ადამიანის უნარი, რომ ის ნაგავი, ასე ვთქვათ, და ის ტანჯვა და ის წამება, რაც გამოიარა, არ აქციოს მისი კვების წყაროთ და მისი ცხოვრების მთავარ ხაზად რა. აღმაფრთოვანებელია ხოლმე ეს რა, ბევრჯერ მინახავს და ჩემთვის ცხოვრებისეული გამოცდილებების მწვერვალია ერთ-ერთი. უბრალოდ როგორც უკვე ვთქვი, ამ ხალხზე არც წიგნი იწერება და თან კონფიდენციალურია ეს ყველაფერი და ასე შემდეგ, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი გმირები არიან თავიანთ შინაგან სამყაროში. არ დანებდნენ დრაკონებს და გველეშაპებს, რომლებიც წარმოიშვა მათი ნეგატიური გამოცდილებებიდან. იმიტომ რომ ეხა ეს მე რასაც ვსაუბრობ, უბრალოდ ფიზიკური ამბებია, ფიზიკაა. ადამიანს რო ურტყავ, იქ სილურჯეები გაჩნდება. ეს ბუნებაა. დაარტყი და ეხლა პეპლები გამოფრინდნენ, ეგ არ მოხდება, ხო? ხო, ასე რომ გამართლებად არ მიიღოთ, რასაც მე უბრალოდ ვეცადე გამეზიარებინა ის, რაც აღვიქვი, რის გამო შეიძლებოდა, რომ პიკასოს ესეთი მეთოდებით დაეწყო ნახატების დახატვა და ალბათ ეს არის. მას უნდა დაეხატა რეალობა, სინამდვილე, ავთენტობა, ის თუნდაც მოწყვლადი მე, რომელიც თითოეულ ჩვენგანში არის და ულამაზესია. უბრალოდ გზა, რომელსაც ირჩევდა აქეთკენ არის ძალიან არაეთიკური, ძალადობრივი. თორემ კი ფსიქოლოგი და dark psychology-ს ხიან, ანუ ბნელი ფსიქოლოგია. ბნელი ფსიქოლოგიიდან ჩანს, რომ კი ადამიანს თუ დაძვის მექანიზმს წიხლით შეუნგრევ, მაგ დროსაც დაინახავ მას. რას მაძლევს ახლა ეს ინფორმაცია ვთქვათ, ხო? ალბათ ადამიანები, ვინც ან ამას თავისით მიხვდნენ, ან ჩემგან მოისმინეს, ან სადმე წაიკითხეს, იშოვება ეს ინფორმაცია, ძალიან თუ გაქეკავ მით უმეტეს. ალბათ უნდა ცდილობდნენ, რომ ისწრაფონ და იმუშაონ, არა მხოლოდ იმაზე, რომ კბილები გამოიხეხონ, რომ კბილი არ დასცვივდეს, ან ივარჯიშონ, რომ ჯანმრთელობა შეინარჩუნონ და კუნთოვანი სისტემა, ან ჯანსაღად იკვებონ იმისთვის, რომ არ დაავადდნენ სხეულებრივად, არამედ ასევე ამავდროულად ალბათ ელემენტარული ჰიგიენის საკითხია, ალბათ. რომ ადამიანი თავის ფსიქოემოციურ ჰიგიენაზე ზრუნავდეს და იმაზე, რომ მისი გაცნობიერების ჰორიზონტი ფართოვდებოდეს და არა ვიწროვდებოდეს ასაკთან ერთად. იმიტომ რომ აი ზუსტად ეს არის ის, რაც პიკასოს შემთხვევაში იწვევდა აი ამ საშინელებას, რითიც იცხოვრა. თორე პიკასო ნიჭიერი კაცი იყო. ხანდახან გონიათ ხოლმე, რომ ფსიქიკური დარღვევა უდრის ნიჭს. არ უდრის. ფსიქიკური დარღვევა პირიქით უშლის ხელს იმას, რომ ნიჭი გამოვლინდეს. იმიტომ რომ თუ პირობითად, რომ ჰიპოთეტურად რომ წარმოვიდგინოთ ისევ ფიზიკის კანონებიდან გამომდინარე, რომ პიკასო ვთქვათ, გაცნობიერებას დაიწყებდა, ის სხვა გზითაც მიაღწევდა იმას, რომ მის წინაშე ადამიანები ნამდვილები ყოფილიყვნენ და მერე დაეხატა. სად გადის ზღვარი მსხვერპლსა და ნამდვილ მეს შორის? ძალიან კარგი კითხვა, მადლობა მარიამ. მსხვერპლსა და ნამდვილ მეს შორის, იცი როგორ არის? მსხვერპლი არის პრინციპში როლი, რომელსაც რამდენიმე ასეთი დაცვის მექანიზმის დარღვევის მერე ადამიანი მოირგებს. და სხვა რესურსები გარეთ არის გაქცეული მისგან რა, ანუ მოძალადეში არის მაგალითად ის რესურსი, რომ მე ვიღებ გადაწყვეტილებას ჩემ ცხოვრებაზე. არა, მსხვერპლი გეტყვის, რომ აი, ის იღებს გადაწყვეტილებას. და დარწმუნებულია, რომ ასეა. ანუ რეალობა აღრეულია და წეღან ზუსტად ეგ ვთქვი, რომ ცემატყებით მიღწეული ნაღდი მეს დანახვა არ იძლევა მის გაზრდას, არ იძლევა მის განვითარებას, გაფართოებას პირიქით. ის იწვევს მის რედუქციას და მსხვერპლის დონეზე ჩასვლას და ზუსტად მაგას ვხედავთ პიკასოს ნახატებში, როგორ დაშლილი სხეულებით ქალები ერწყმიან დივანს, არ ვიცი, სკამს, კედელს, მათი სახის ნაკვთები კი იტირის და ასე შემდეგ, მაგრამ დაშლილია, იმიტომ რომ ნაცემია და ხო, ნამდვილია იმ შემთხვევაში უკვე, იმიტომ რომ ტირის, ვეღარ იცინის, ნახე, ისეთი მოხდა, რომ ვეღარ იცინის, მაგრამ
ეს ნამდვილია, მაგრამ აქ სინამდვილე ისიც არის, რომ თან დაიჩაგრა და ნელ-ნელა უკვე რედუქციისკენ წავიდა, ან რეგრესისკენ, რაც გინდა დაარქვით და აი ეს არის მსხვერპლის მდგომარეობა. რეგრესი, სადაც ადამიანი თავის თავზე პასუხისმგებლობას უკვე გარეთ ხედავს. მე კი არ ვარ პასუხისმგებელი, აი პეტრე და პავლე. და ერთ-ერთი ყველაზე ცუდი кейსი პიკასოს შემთხვევაში რაც არის 17 წლის გოგო, რომელიც გონი ცოლად შეირთო თუ შეუყვარდა თუ არ ვიცი რა, რომელმაც მერე იმდენად იყო მიჯაჭვული პიკასოზე, მიუხედავად იმისა, რომ საშინლად ექცეოდა, ვიცით ხო ბიოგრაფიებიდან ეს. როცა პიკასო გარდაიცვალა, იმიტომ რომ 40 წლით იყო ამ გოგოზე უფროსი. ეგეც საინტერესოა. ამ გოგომ ვერ გაუძლო ფსიქოლოგიურად და თავი მოიკლა. ანუ მიჯაჭვული იყო, ნახეთ, ეს თავის მოკლაც ფაქტობრივად საფლავში ჩაყვა, ხო, ესე გამოდის. ესეც ეგ თემა არის, რომ ის შემცირდა. ამდენი ცემითა და დაცვის მექანიზმის ესეთი წიხლებით ჩანგრევით ის შემცირდა, იმიტომ რომ დაცვის მექანიზმი ჩვენ ტყუილა არა გვაქვს. დაცვის მექანიზმი ზუსტად იმისთვის აქვს ადამიანს, რომ წიხლებიან გარემოში დაიცვას ის. თუმცა წიხლების ზედოზირება რო ხდება, რა თქმა უნდა, ეცემა დაცვა. და კი ნამდვილი მეჩანს, მაგრამ ნამდვილმეს ხდება ეგ წიხლი. და ამიტომაც რეგრესი იწყება და ნელ-ნელა ჩადის მსხვერპლის მდგომარეობაში, სადაც ძლიერი მე პროეცირებულია გარეთ. უხეშად რო ახსნე. არაფრის მარიამ პირიქით მადლობა კითხვისთვის. აი ალბათ დასო ჩემზე რა სიტყვი მე რანაირადაც მომექცა ჩემი დამხმარე. მარიამ, სამწუხაროდ მე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ იმაზე, რაც შენ მე გამიზიარე. არ მაქვს ამის ეთიკური უფლება, თუმცა პირადში აუცილებლად დაგიბრუნებ პასუხს. კიდე თუ გაქვთ ვინმეს კითხვები, დამიწერეთ თუ არა და გავთიშავ ხა და წავალ. მერეც შეგიძლიათ დაწეროთ და კომენტარებშიც გიპასუხებთ პრინციპში. კარგ დღეს გისურვებთ.